ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ხოლ ანაკლიაში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი გაიმართება. გიორგი მარგველაშვილმა ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრა. რადიო თიანეთის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს 18 საათზე. თია შონია გაგაცნობთ. თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბაჩუკი ნარუშვილი წარადგინა. კუკავამ ერგეტელებს თავისუფალი საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ერგეტელებს მოუწოდებ ხარი დაუჭირონ რეალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც ქოცები, არც ნაცები. ჩვენ ნახეთ, რომ ესენი არც სამეგრელოს და მთლიანობაშიაც საქართველოს გამოადგენიან. უთხრა კუკავამ დღეს ჟურნალისტებს. დეპუტატობის კანდიდატი ბაჩუკი ნარუშვილის თქმით, ის მეზობელი სოფლიდან ცაიჩიდან არის, თუმცა მზადაა დეპუტატობის მანდატისთვის იბრძოლოს. ლაპარაკი შემიძლია და საკრებულოში სათქმელს ყოველთვის ვიტყვი მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ ახალი ძალაა საჭირო. უთხრა ჟურნალისტებს ბაჩუკი ნარუშვილმა. ცნობისთვის ერგეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნაპო გაბისონია მიმდინარე წლის 15 იანვარს გარდაიცვალა. აფხაზეთის დე-ფაქტო ძალოვან სტრუქტურებში განხეთქილება, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სამსახურს შორის დაპირისპირება ხმაურიანი გადადგომებით დასრულდა. პოსტი დატოვა არაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ, მათ შორის დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ სოხუმში სასტუმრო რიწასთან მომხდარი შეტაკებისას 4 ადამიანი დაშავდა, 2 მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2 კი დაცვის სამსახურის წარმომადგენელია. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა არის კრიტიკული, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ევროპის სამეზობლო პროგრამის იმპიარდის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით 15 მაისს ანაკლიაში სასტუმრო პალბიჩი საკონფერენციო დარბაზში 16 საათზე საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის, NPR-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები. თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, აგრეთვე შპს აგრი ჯორჯია კორპორაცია, ფერერო შვილობილი კომპანია და თხილის გადამამუშავებელი სხვა ადგილობრივი და უცხოური საწარმოების ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს 34 პაციენტი მიიღებს. პირველ ეტაპზე ჩასართავი 5000 პაციენტი და მხოლოდ რამდენიმე შეირჩა. ეს ის ბენეფიციარები არიან, რომლებმაც ყველა საჭირო კვლევა ჩაიტარეს და მათ ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია. კომისიის შემდეგი სხდომა კვირის ბოლომდე გაიმართება, რის შემდგომ გახდება ცნობილი მომდევნო პაციენტების ვინაობა. მედიკამენტების გაცემა ერთდროულად 4 კლინიკაში მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტთან ერთად სამძიმარზე უშიშროების საბჭოს დივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებოდა. შეუძლებელია დღეს ანუგეშუამ საშენელი ტრაგედიის ჭირის უფალნი შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი მთელი ქართველი საზოგადოების სახელით მიუსამძიმრე დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი ვერ გადაფარავს, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ BBC იტყობინება. საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობაში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილტი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი, ასევე ევროპარლამენტის წევრები ელმარ ბროკი და იაცეკ სარიუშ-ვოლსკიში შევლენ. საბჭო უშუალოდ პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით შეიქმნა. საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისით ჩათვლით გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფანჯარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე www.mes.gov.g და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.emis.gz დილის 9 საათიდან გაიხსნება. ნეპალში 2 დღის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ადგილობრივი პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან ნანგრევებში კვლავ რჩება ათობით ადამიანი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბავშვთა დაცვის დღესთან და ბოლოზართან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის 60,000 ლარი გამოიყო. აქედან ელექტროენერგიის განაწილების მომსახურების შესყიდვაზე 200 ლარი, რძის პროდუქტებისთვის 8,000 ლარი, სასტუმროს მომსახურებისთვის 5,000 ლარი, ბუშტების შესყიდვაზე 500 ლარი, ხოლო ხელნაკეთი ნივთების შესაძლებლად 1000 ლარი. შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ ხტომაზე ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანში რიგით 62-ვე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე კინომარათონის მონაწილეები და საპატიო სტუმრები ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ. ფესტივალის მუზის ინგრიდ ბერგმანის პორტრეტის ფონზე გამართული ფოტოსესიის შემდეგ ვარსკვლავებმა სასახლის დარბაზში გადაინაცვლეს. კინოფესტივალის გახსნის პატივი წასპილად ერგო ქალი რეჟისორს ემანუელ ბერკოს მიერ გადაღებულ ფილმს თავად წაუს, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი ასახიერებს. საკონკურსო სიაში სულ 19 ნამუშევარია შესული, მთავარ ჯილდოს ოქროს პალმის რტოს ფლობას კი ჟიური 24 მაისს გამოავლეს. ახალი ამბები 18 საათზე რადიო ეთნეთის პირდაპირ ეთერში. თია შონია მოგაგაცანით რადიო ეთნეთის საინფორმაციო სამსახური 19 საათამდე დაგემშვიდობებათ. დროებით.